სამოგზაურო წასვლას და საქართველოს მოვლას კი ვაპირებდით, მაგრამ კასპიეთთან დავიწყებდით ნახდათ არაგან. ოკეი. ალექსმა პირველად უნდა გაატაროს ხა ეს მანქანა. ნახოთ აბა. როგორ მოიწონება. ორი სიტყვით, რა სიტყვით თბილისის საცობზე. თბილისი არც ადრე მომწონდა და არც ხა რა უნდა ვთქვა. 2 კილომეტრი უნდა გაიარო 9 საათში და. დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში რო შევდიოდი, ქალი მოვიდა ჩვენთან და ძალიან უცებდა მშვიდობას და ცოტა მეინანება რომ ვერ მოვესიყვარულე თვითონ გითხრა რომ არც ერთი ინფლუენსერის ნახვა არ გამიხარდებოდა ისე როგორც თქვენი ნახვა და არ ვიცი ისეთი თბილი ხმა ქონდა და ისეთი საყვარელი სახე რომ თან ჩამეხუტა ძალიან საყვარელი იყო და თუ ახლა უყურებ ამ ვიდეოს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. დღის ბოლოს მოვედით ალექსის საყვარელ ლოკაციაზე. ალექსმა დღეს თმები შეიჭრა და გაკოხტავდა, მოწესრიგდა. როგორ გზავთავეს, გასუფთავებული, მოწესრიგებული რო ხარ? შვენივრად. ამაღლებულ განწყობას. წავედით აბა ვნახოთ. რაღაცები აინტერესებს ალექს თუ აქვთ აქ. სხვათა შორის რაც მომეწონა ის არის რომ მაღაზიები იკეტება 10 საათზე და ეს საღამოს როცა პიკი საათი აღარ არის. გამოხვალ ნორმალურად იშოპინგებთ, ან ბევრი ხალხიც როცა არ არის. მაგრამ იმდენი მანქანა არის, რომ აშკარად ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს. ალექს უნდა მონიტორი, გეიმინგ სკამი, კიდე რა გინდა? ყველაფერი უნდა. გავიგანდარი ყველაფერი ასეც. აბა ფასებს მოავლე თვალი. ესეთი ფასებია, რასაც ელოდი თუ აქ შეიძლება გადაღება არ გვეკრძალონ არა? ეს შეიძლება. ამერიკაში რო ესე ტელეფონსაც მინდოდა ჩავერთდი და ვიღები შეიძლება აქ ეგრე არ იყოს. დღეს მხოლოდ პირველი დღე არის რაც ჩამოვედი და რაღაცების საქმეზე დავდივართ ხან ნომერი ავიღეთ ხან რაღაც და რამდენი მაღაზიაში შევედით ყველგან გვიცნეს აი ხო ვიცოდი რომ ბევრი ადამიანი გვეყურებდა ძალიან ბევრი ვიდეოს აქვს 9 მილიონზე მეტი ნახვა და რამდენიმეს აქვს 1,5 მილიონი რა 1,500,000 ნახვა და მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ რეალურად ამენი გვეყურებდი და არ ვიცი იმდენად დადებითი ემოციებით ავივსე დღეს იმდენი ჩამეხუტა და იმდენი ადამიანი მოგეფერა და არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მონიტორები არ მოიწყნა და ეხლა ეძებს ტელევიზორებს რამდენიმე ნახა მაგრამ რაღაცა ფერები არ მოიწყნა და არ ვიცი რატომ ჯობია ესენი? არა როგორც იქნა იყიდა ბევრი მსჯელობის მერე ორჯერ სამჯერ შემოვედით ამ მაღაზიაში და მაინც არჩია რა უკან მოbrunების სერვისი არა აქვთ ისე ვიკითი სერვისია და ამიტომ გახსნა და ადგილზე ნახა მაგრამ ესე ვიზუალურად არაფერი წუნი არ ქონდა მონიტორიც შეგვიერთეს და ნახა მაგრამ თამაშებზე თუ არ გატესტა ესე ვერ მიხვდებოდა იმედია მოეწონება თორე თუ რაღაცა უდო მაინც შეგვიჩნია ისეთი რაც არ მოსწონს შეიძლება ხოლმე დათოს გასაყიდად. აი კომპიუტერებს და ტექნიკას რაც შეეხება, ამ საკითხებში ცოტა უცნაურია. კირო ჩაო. ესეც შენი საგარანტიო. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს გნახეთ, ძალიან საყვარლები იყავით და ესე მეგონა რომ თუ ვინმე გვიცნობდა შეიძლება მორიდებოდა ემოციების გამოხატვა, მაგრამ იმდენად გულწრფელად და გულღიად გამოხატა ყველამ ჩვენი მორციყვარული რომ ძალიან მადლიერი ვარ და დღეს ბედნიერი ვიძნებ. მეორე დღეი არის დღესა და მივდივართ კასპში. ვინახართ აბა კასპიდან თუ გიყურებთ ვინმე დღეს რაღაც საქმეზე მივდივართ. ხო და მე პირველად მივდივარ კასპში, რაღაც ამანათები გამოწერე ამერიკიდან და არ ვიცი რა თბილისი მქონდა მითითებული და კასპში რანაირად აღმოჩნდა არ ვიცი. მივდივართ ახლა რო ავიღოთ თუ არ აიღება უკვე დიდი ხნის შემოსული არის და უკან შეიძლება რომ გაბრუნდეს და მე მგონი კიდე ერთი რაღაცა გამოვიწერე ადრე და ის უკვე დაბრუნდა უკან საიდანაც გამოვაგზავნე და არ მინდა რომ ესეც დავკარგო და ამიტომ მივდივართ 2 საათის გზა არის ხო დაახლოებით დღეს იმდენი საქმე გქონდა იმდენი რამე დაგეგმილი მაგრამ რა ვიბარე მამას ავიღებთ და მოვიშორებთ I get those goosebumps every time სამოგზაურო წასვლას და საქართველოს მოვლას კი ვაპირებდით, მაგრამ კასპიეთთან დავიწყებდით ნახდათ არაგან. სადა ვართ მოხდი. მეორე დღე საქართველოში ვართ და უკვე კასპში აღმოჩნდით. რა ხდება? არასწორად მოვედით? აქა ჩვენებს მისამართს და
ქვემოწადიო და ხელმოჩნი იქნება შენი ანუ არის საერთოდ აქ არის დელი უაწერიაო და კასპირა ლამაზი ყოფილა წირა ლამაზად არის მთები ნახე ალექს შაურმა გაიჩითა არა ვერ ვხედავ გამოვცდით შეიძლება მოდი კიდე ვიკითხოთ კასპი ნახე ეს ადგილი ცოტათი იმას გავს ამბროლაურს გავაჩერეთ მანქანა და ისე ვეძებთ ახლა ფეხით თან ფულის გადახურდავება უნდა და არემ აქვე გადავახურდავთ ალექს შაურმა ხო არ გინდა ეს პოსტა კი არ არის რაღაცა სხვა არის რა ამანათების და გზავნილების და სადაც მანქანა გავაჩერეთ იქ არის მე მგონი ზუსტად აკეთ გამოვეცდა ვიღაც ქალს ვკითხეთ და ჩვეულებრივ პოსტაში გვაგზავნიდა მაგრამ მე რა უთხარით რომ აქეთ მხარის გამოგვიშვეს თქვა მე დაფიქრდა რომ გზავნილების პოსტა ხო არ იქნება ეგო და ხა მიგვასწავლა რაღაც ადგილას და მან მივდივართ შეიძლება ადრე დაიკეტონ და იმედია ეს იქნება ეს კიდე რაღაცა სხვა ამანათების ყოფილა ეს არ არის ცოტა ჩამოცდით მე მგონი და ისე ზემოთ უნდა ავიდეთ ვიპოვეთ აი ეს შენობა არის და დავუნთქვით შესვენების დროს რამდენი ხანი უნდა ველოდოთ 1 საათიანი შესვენება ქონიათ როწეული ეს ლეხვი გავგიშდები მაგრამ მგონი მწიფე არ არის ჯერ ლეღო მეგონა უკვე გასული იყო ანუ ლეღო სეზონი აღარ იყო ძალიან ხმაურიანი ქალაქი ყოფილა კასპი არ წდება მსუბუქი და სატვირთო მანქანების მოძრაობა გადაწყვიტეთ რომ სადმე გავიდეთ ნუ ყავას თუ ვიპოვით კარგი იქნება ცოტა თავი მტკივა კასპში ჩვენი გამონწერი შეხვდა ავეძებთ რამე კაფეს ალექსმა იპოვა მეფში მაგრამ მე მგონი ყველაფერი არასწორად არის დასმული ჯერ ვერ მივაგენით კასპიდან თუ გვიყურებდნენ მართლა ვერ წარმოვიდგენთ წერენ კაფეში რო ვიყავით ერთი გოგო მწერდა ძალიან საყვარელი ბავშვი არის და მწერს ხოლმე რაღაცებს და დედამისიც მწერდა პარალელურად მაგრამ უცებ ვერ გავიხსენი ესენი მე რესტორე ვიდავდი ამ კაფით მიხვდა სადაც ვიყავით როგორც კი გამოვედით ამ კაფიდან ეგრევე გააჩერა მანქანა ჩვენ გვერდით და ფოტო შეიძლება დამიცა ხა ისე საყვარელად და მივხვდი რომ ეს ბავშვი იქნებოდა მწერდა რამდენიმე წუთის წინ და ძალიან აი ისეთი საყვარელი ბავშვი იყო და ცოტა მორიდებული საერთოდ არ გვიყურებდა თვალებში მაგრამ აი ეტყობოდა რომ ძალიან უხაროდა ჩვენ თუმცა ჩვენ ვიდეოებს უყურებს და თუ ეხაც უყურებ ჩვენ ვიდეოს ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგო ხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. ჩვენ იყავით გამასპინძლება უნდა და კაფეში ავიდეთ, მაგრამ გვეჩქარებოდა ავიღეთ ეს ამანათიც და მივდივარ თბილისში. კიდევ ერთ ამანათს ველოდებით და არ ვიცი რატო აგზავნიან კასში, იმ გოგომ გითხრა, სადაც ავიღეთ, რომ შეიძლება ესეც აქ გამოაგზავნონ და იმედია რომ არ გამოაგზავნიან, მაგრამ დღეს ცოტა თავი ასტკივდა ალექს, აკლიმატიზაცია აქვს. Sohel ძალიან გაიღვიძა, პროცესად გამთენიისას და კარგადაც არ უძინია. გამთენიისას დაიძინა, ხო და თან კომპიუტერს თამაშობდა დილის 6 საათს. ზოგად დილებში ისეთი ხრიოკივით არის, ცოტათი იუტას შტატს გვეგონეს, არა ალექს? გავს ხო ცოტათი იუტას? ნევადასაც ცოტათი. ნევადას. ნიუ-მექსიკოს. მართლამაზია. შეხედე კაია. ეს ადგილი ზაფხულში იქნება ულამაზესი. გავჩერდით ახლა აქ. იქნებ თავის ტკივილმა გამიაროს და ჯვარზე ავიდეთო. არასდროს არ ვარ დამყოფი. რამდენჯერ ჩამივლია და ვერასდროს ვერ ავედი და ეხლაც არ მინდა რომ ისე გავიდეთ. თუ გავუარა თავმა. აუთ. მეტებია. გამოკეთდი პატარაო. ცოტა გინათქი. ჯვარზე ავდივართ თუ თბილისში მივდივართ. ესე ქვემოდან უნდა ჩავიდეთ? ვა, რა მაგარია. მაგარი ადგილია. ჭურჭყელა. ხამაკები რაღაცა ბატუტებიც აქვთ, სანამ ჯვრის მონასტერთან ვიხვალ. თიუგა. ჭურჭყელას მოვკარი თვალი და ძალიან მინდა. რო გულის რაღაცები შევნიშნეთ, იქ ფასიანი არის ფოტოების გადაღებაა. აუ ფერადი ჩურჩხელები ქონიათ. ეს ჩემი ხილის ავიღე. ისე ფერი როგორ აქვს მოჩამული მაგრამ. ანუ ის არის. მართლა? რა მაგარია. მე ვფიქრე საკვები ისინი რო არის ფერები იმით იქნებოდა. ლამაზი არის. ესეთი ფერი მისცა კი. მოგო, შენ და გინდა. ვაიმე. რა ლამაზი ფერებია, ნახეთ.
ეს მართლა კივით არის, კაცო? ალბათ დავაგიმოვნოთ. რეზინი არის. ჩოხალაბრი რეზინია. თბილები მოვიდეხე, მაგრამ გემრიელი კი არ, ვაიმე ეს უნდა გაჩვენოთ. ალექსი მე მგონი ტრეილერის მძღოლი კი არა, მარშრუტკის მძღოლი იყო. ახურდეს უყურეთ ლარიანები 50-20-იანი და მამა ჩემო დაიწყო და გავაგზავნე. ვაფშე ბაქამდე რომ გავავსე მე რამის გიყიდი. ვის? შენ. რუსანამდე რომ გავსე? აი ცოტა გადარჩა რა. ამით. სეიფია. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ისეთი გემო აქვს, ბადაგის გემოს არ გავს, ანუ შეიძლება იყოს, მაგრამ იმის გემო აქვს, ჟელატინის არა? გამიგია რომ მაგეები დაკეთებენ და ფერებს აძლევენ. მოიჭველი მაგით არ აკეთებული. გემო მომწონს. მაგრამ გემო კაი აქვს, მოგვიწონა. ფასიც კარგია, რა 3 ლარი გას ერთი ჩურჩხელა რა. ამოდი ხარ ჯვარზე რაღაც ეს ადგილებში მაინც იშვიათად რო დადის ხალხი ის არის ძირი არის. აი მოვედით და ვნახე მზის ხეები რა ლამაზად ეცემა. ანდიდი მადლობა თქვენს ბედნიერებას გისურვებთ. ალექს გაცინო, წეღა ვერ დამინახე? ახლა დაქორწინებული ცოლ-ქმარი რო იყო, რომ მიულოცეთ. თორმე გვიცინობენ და ვიდეოები გადავიღეთ. ულამაზესი არის აქაურობა. მე არ ზუსტყოფილვარ. როგორი სიმშვიდეა აქ ზემოთ. შიგნით რო შევედი რაღაც ძალიან ისეთი დამეუფლა შეგრძნება. ძალიან მაგარი გრძნობა არის. ამდენი ხანი რო არ ყოფილვართ ეკლესიაში თან შეიძლება, მაგიტა შეიძლება აქ სულ სხვა მადლი არის. ძალიან ბედნიერად ვიგრძნები თავი როგორც კი შევედი. მე სიამოვნე. ამანათებზე ამ დილით ბრაზობდა ალექსი. რატო ჩაიტანეს ეხითა და ძალიან მშვენიერი დღე გამოვიდა. ეგრე რო არ გაეგზავნათ იქ, ვერც აქ ვერ მოხდებოდით დღეს კი არა. იმდენი საქმე გქონდა, კარგა ხანი ვერ მოვიდოდით. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ზოგადად ეგეთი რაღაცები უფრო მომწონს, თავისთავად რო ხდება ჩვენ ცხოვრებაში. წინასწორად დაგიგმავ, არც ეგ არის ცუდი, მაგრამ ესეთ მოგზაურობებს და ესე შემთხვევით რომ მოხდება ეს ადგილებში, ვერად უფრო შთამბეჭდავი და სამახსოვრო არის. თან დღეს რამდენი კარგი რაღაცა მოხდა, ძალიან ბევრი გამომწერი ვნახეთ. არ ვიცი რა, ამდენი გამომწერი არ აგვყავს, მაგრამ სადაც მივდივართ, ძალიან ბევრი ადამიანი გვცნობს და თან ესე სიყვარულით მოდიან, თორემ მეც ბევრჯერ მინახავს ცნობილი ადამიანები ქუჩაში და არ მინახავს ვინმე რომ გაკიდებოდა ეგრე ჩახუტებოდა ჩემზე ბევრად უფრო ცნობილი და მთელი საქართველო რო იცნობს ეგეთი ხალხი. ხა და არ ვიცი რა. არა, ანუ ისე მიკვირს რომ ეგეთი რაღაცა ხდება. თან ბევრი გამომწერი ვარ ყავს იმიტომ რომ ეხლა რამდენია ჩვენ საერთოდ რო არ გვიცნობს ისეთი. და რო საერთოდ შეიძლება ჩვენი ვიდეოები არც ერთი არ გქონდეთ ნანახი, მაგრამ ვისაც გამოწერილი გყავართ, ყველანი ძალიან ერთგულები და საყვარლები ხართ და დიდი მადლობა. აი აქ ახლა ზოლი არ არის, სად მიდის ეს მანქანა? აი აქ ორმა მანქანამ გაიარა ახლა. რა ხდება საერთოდ? ეს კამერები რისთვის არის აქ საერთოდ? ვაიმე. თვალიერებდი ვიდეოს მაინტერესებდა იმ ცოლ-ქმართან რომ გადავიღე ახალ დაქორწინებულებთან და ზუსტად ვიცი რომ გადავიღე, მაგრამ არ არის, ანუ ამ iPhone-ს ხო აგზემოდა რაღაცა ესეთი ისა. ხელის გასასრიალებები თუ დასაზუმებელი რაღაც ჯანდავა. მაგაზე მეჭირება ხელი, რა ვიცი მე რა ხდება და ავტომატურად მეთიშება ვიდეო და ისე დამწყდა რომ ეგ კადრი დავკარგე რა. დასაყვარლები იყო რაღაცა ვლოგის პატარა ნაწილი გადავიღე მაგათთან ერთად და მაინც ყველაზე მეტად რა მოწონდა და რომ მაინტერესებდა ის კადრი არ მაქვს. ალექსის ბებო დადარაჯებულია ჩვენს ჭამაზე, რამდენი შევიჭამთ და რაღაცა. მე ბრაზობს რა, ცოტას რო ჭამთ, მაშინ დღეში 4-5 ჯერ უნდა ჭამოთო რამე და დღეს სახლიდან რო გამოვედით, დილას ვისაუზმეთ და ამას შემდეგ არაფერი გვჭამია და ეს ორი ცალი ბანანი წავიღეთ სახლიდან და ეხა ისე უკან მიგოქს, და დაინახავს, გაგიჟდება ესეც არ ჭამეთო. და რაღაც დღე ისეთი კარგი დღე იყო, სულ გამხსენებია საჭმელი.